აბა გამოიცანით სად ვარ. ჩემო ძმებო, ამ წუთას ვიყოფები ანტიქრისტეს მომავალ რეზიდენციასთან. ვატიკანში. Ну, ერთი შეხედვით ახლა კულტურულად ძალიან ლამაზია, ლამაზი არქიტექტურა, ქურორთმოძღვრება, რაღაცა იქ ქანდაკებებია, რამეა ეს როგორც კულტურული თვალსაზრისით. ესე ვთქვა, ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უშუალოდ რელიგიურად, უშუალოდ ქრისტიანულად, უშუალოდ ფილოსოფიურად, ну, რაც არის, როგორ ის არის, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მოკლედ, კაი, დავიწყებ თავიდან ახლა რაზე ვაპირებ ახლა მე ამ ვიდეოში საუბარს. იდეაში ეხლა რომ შემოვდიოდი რომიდან ვატიკანში, მქონდა უკვე გადაწყვეტილი, რომ უნდა მარტივი მხილება გამეკეთებინა იმ ბოროტების, რომელიც აქ იმალება სინამდვილეში, რომელიც საუკუნეების განმავლობაშია წამლავს და მოწამლა და სწორედ ამ ესე ვთქვათ, რელიგიურმა დენომინაციამ წარმოშვა რეფორმაცია სამყაროში, რომლის საჭიროება ამას მართლმადიდებლობას არასდროს არ ქონია, რადგანაც ერთია წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია, რომელიც არავისგან არასდროს არ გასულა, რომელიც დღემდე შეურყევლად იცავს ჭეშმარიტებას, იმ წმინდა გარდამოცემასა და სახარებას, რაც წმინდა მამებმა, რაც პირველმა ქრისტიანებმა, ხო, ჩვენ შემოგვინახეს და ეხლა აქ რა ხდება სინამდვილეში და აქ როგორ ეხლა ხო, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სინამდვილეში რა ხდება, როგორი არის, რანაირად და რაღაც, მაგრამ აგერ აი, ეხლა შემოვედი აქ. განახებთ. ვხედავთ. ანუ ეხლა ქურორთმოძღვრების თვალსაზრისით რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზია, მაგრამ აქ ეხლა სადაც არ უნდა აიხედო. ეხლა იქ ლუციფერის გამოსახულებები, ეხლა ეს რაღაცებს შეიძლება აბოლებენ, რომ ეს ისეა და ისეა, მაგრამ სინამდვილეში ხო ეს ქურორთმოძღვრება კარგად გადმოსცემს იმ ნარატივს, რისგანაც პირველ საუკუნეში რომი ვერ განთავისუფლდა. რეალურად 313 წელს, როდესაც მილანის ედიქტი გამოიცა და ქრისტიანობის მიმართ, ესე ვთქვა, ტოლერანტობა გაჩნდა რომის იმპერიაში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ კონსტანტინემ 380 წელს რომში ქრისტიანობა იმიტომ გამოაცხადა, რომ ხალხის კონსოლიდაცია მოეხდინა, რადგან იმპერია უკვე ინგრეოდა. შესაბამისად, მეგობრებო, ეს დიდებული, რა თქმა უნდა, კულტურული თვალსაზრისით პატივსაცემი ნაგებობა და მისი კულტურა ანუ თავისი პოლითეისტური მსოფლმხედველობიდან ტრანსფორმირდა როგორც მონოთეისტურ რელიგიაში. რაც მეგობრებო, იმდენად დიდი აბსურდია, აი, როგორც ახლა ის რო იყო, რა ქვია, ძველ ეგვიპტურ ღმერთებში ახლა რო ერთი ღმერთის იდეა, ხო? ეგეთი რაღაც შემეტარა. კი შეიტანეს, მაგრამ ხო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მაგისგან არასდროს არ განთავისუფლებულოთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი მე ეს პოლითეიზმი, მრავალღმერთიანობის იდეა გადმოიტანა სწორედ ამ რომის ლათინთა ეკლესიამ. ნუ საუკუნეების განმავლობაში ხა აღმოსავლური მართლმადიდებლური ანუ ჩვენი ორთოდოქსული ეკლესია ყოველთვის ყდემამოსილებით, მოკრძალებით უხსნა, რომ ეს არასწორია, ესე არ მოიქცე, იმიტომ რომ იქ არის სერიოზული დოგმატური სხივებები მართლმადიდებლებს და კათოლიკეებს შორის. და ეს ცვლილებები, რაც მერე განხორციელდა უკვე დიდი სქიზმის მერე 1054 წელს რო იყო. ფილიკვე სულიწმინდის გამომავლობა, რომის პაპის უცოდველობა, იქ რაღაცა ძალიან ბევრი რამე, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ბიბლიურ რწმენას, ანუ აქ იმაზე კი არა, თვითონ ბიბლიას ეწინააღმდეგება. რომის პაპის უცოდველობა ჩვენ ვიცით სახარებისეულად, რომ ქრისტეს გარდა ყველა ადამიანი ცოდვილია, მათ შორის დედა ღვთისმშობელი. იმის და მიუხედავად დედა ღვთისმშობელი რა თქმა უნდა აღმატებულია, მაგრამ აი აქაც არის დოგმატური განსხვავება, ჩვენ ეს ადამიანის ცოდვას ყველა ადამიანი ატარებდა ქრისტეს გარდა. შესაბამისად, იმდენი უკუღმართობა გადმოიტანეს ამათო, იმდენი რამე, ხა აღარ მომბობ ხა რაღაცა იგი ინდულგენციები, სულ რაღაცას რო ყიდდნენ და რაღაცა თვითონ ფულს გამაზავდი და რაღაც ცოდვები მოგეტევებოდა და ესეთი მერკანტილური კაპიტალისტური ქრისტიანობა არ არსებობს და ეს ჭეშმარიტება არ არის, მეგობრებო. ჭეშმარიტება არის ერთი. აღმოსავლურ მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ატარებს შეურყევლად ყოველგვარი ცვლილებების გარეშე წმინდა გარდამოცემასა და წმინდა სახარებას, რომელიც დამტკიცებულია შვიდ საეკლესიო კრებაზე, რომელიც აღიარებულია საერთო ეკლესიის მიერ, იმიტომ რომ როგორც ჩვენ სახარებისეულად ვიცით, სულიწმინდა
სწორედ უმრავლესობა წყვიტავს როგორი იქნება დოგმატური კანონი. ხა ბოლო როდესაც საეკლესიო კრება ჩატარდა, ხა მანდ ვიცოდა ხათაყვანისცემა აღიარა მთელმა საქრისტიანომ, რომ ხატ შეგილია შენ თაყვანისცემა, მაგრამ ეს არ არის მეგობრებო კერთაყვანისცემობა. ხა ბევრს შეიძლება ხოლმე ესეთი რაღაც, რომ ეხა მე რო ხატთან მივდივარ და წმინდა ნიკოლოზის ხატთან, წმინდა გიორგისთან ლოცულობ, მე თაყვანს მე მას არ ვაკერპებ. მე მასში სწორედ ხედავ იმას, რომ მე მასში ქრისტეს გამოსახულებას ხედავ. მე მას ვევედრები, რომ უფალო ისმინდა, ყველა ლოცვა რაც არ უნდა იმაში იყოს, ხო ყოველთვის თავდება, რომ აი თვითონ რომ აიღოთ იკონოგრაფია, ხო, როგორ არის გამოსახული წმინდა ნიკოლოზი, ხო, სახარება უჭირავს ხელში, როგორ არიან სხვა წმინდანები, სახარება უჭირავს ხელში. ანუ ეს არის ამ ადამიანის პატივისცემა, რომ ქრისტემ, როდესაც დაამარცხა სიკვდილი, ადამიანი განიხრთო უკვე. ადამიანი შეუძლია წმინდანი გახდეს. ადამიანს შეუძლია მიუახლოვდეს განიხრთოს, ეს ხო ბიბლიურია, ხო, რომ იყავი სრულყოფილი როგორც მამაა თქვენი ზეციერი. ხო და ეხა მე რატომ მოვიდე, ეხა რომში ვიყავი, ეხა ჩამოსული, ეხა ტურისტულად რაღაცა იქის, ხო? რაღაც ეხა რა თქმა უნდა ლამაზია, ქაურობა ძალიან ლამაზია, ეხა თვითონ ვატიკანი ძალიან ლამაზია, ძალიან კულტურულად მე ძალიან დიდ პატივს ვცემ რომაულ კულტურაზე გვიждები ანტიკური ეპოქა ძალიან მაგარია. რენესანსი ძალიან მაგარია, ბაროკო ძალიან მაგარია, მაგას მე არ ვიწინააღმდეგე, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რა არის? ჭეშმარიტება არის ის, რომ ერთადერთი ეკლესიაა, მეგობრებო, რომელსაც არასდროს არ დაურღვევია, რომელსაც ყველაზე მეტად ებრძვიან ამ ქვეყანაზე და მათ შორის აი ესენი, აი ჩემ უკანვინებიც არიან, რომ მაქსიმალურად შეეცადონ ის, რომ ჩვენ გაგვხადონ, ჩვენ დაგვიპირისპირდნენ, აქ ბრძოლა არ არის ქრისტიანობასთან, აქ არის ბრძოლა მართლმადიდებლობასთან. ეს იცოდეთ კარგად. ეხა აი ახლა პროტესტანტებზე მინდა ორი სიტყვა თქვა, ეხა პროტესტანტებმა თავისი ისტორიული წვრილი ეხა კარგად შეასრულეს, რომ ეხა ამათ დაუპირისპირდნენ ამ ხილეს, იქ რაღაცა ინდულგენციები, იქ რაღაცა პაპიზმი, რაღაცა და გამოხდა ეხა მარტინ ლუთერი თქვა, რომ თქვენ რა ბიბლიას არ მაკითხებთ, ეხა მე რანაირად უნდა ეხა ბიბლიას არ გაკითხები, რანაირად რასთან გაქვს, ხო ეხა საერთოდ პრეტენზიები და რაღაც. ხო და რა მოხდა ეხა რა? ხო გამოხდა ისტორიულად მაგარი რაღაც გააკეთეს, მაგრამ ხა მაგას რო გამოიყოფი ხა შენ ხა წარმოგიდგენ ხა ჯერ ხა ის რო ავიღოთ რა ქვია რაღაცა ის პრემიერ ლიგაში გუნდია და მე რაღაცა იქ რაღაცა ჩემპიონშიპში რო გადადიხარ და რაღაცა ხა ამას რო გამოიყოფი ხა შენ და იმაზე პრეტენზია გაქვს ჭეშმარიტებაზე ხო ჩვენ ხო ვიცით ერთი რამ რაც ფუნდამენტში არის შენ გენეოლოგიური ორგანული კავშირი უნდა ქონდეს ეკლესიას შენ თუ ევქარისტიული კავშირი გაწყვეტა ეკლესიაზე ევქარისტიული ნიშნავს ის საეკლესიო საიდუმლოება შენ თუ ეს საიდუმლოება გაწყვეტა იქ მარხვა იქ ქორწინება იქ ნათლისღება ესენი თუ გაწყვეტა ხა შენ გინდა ყოფილხარ გინდა არა ეხა მე უბრალოდ ღმერთის მჯერა ეგრე რაღაც უბრალოდ თეისტი ვარ ეგრე არ არის ეს ამით ადამიანი ვერ გადარჩევა იმით რომ აღიაროთ ქრისტე ღმერთი ვიყოთ ორგანულ და აი მისტიკურ კავშირში ვიყოთ ღმერთთან შევინანოთ ჩვენი ცოდვები ვიბრძოლოთ სიმართლისთვის მეგობრებო არ არის საჩუქარი ცხონება ადამიანისთვის ეს პროტესტანტები ჯერათ ამ ზღაპრების რომ რაღაცა ის გიქნა რა ქვია რა გადარჩენილი ვარ ეს ზღაპრები არავინ არც ერთმა ადამიანმა უნდა იყოს თავდაბალი ამასთან მიმართებაში და ღმერთის გარდა არავინ არ იცის ვინ გადარჩენილი არა და რაც შეეხება ხა მხილებას მე რასაც ვაკეთებ ძალიან მარტივად ეხა რა ეს ფრონტა ჩავთე არც ვაპირებდი დაჟე სიმართლე გითხრათ უბრალოდ ეხა იმიტომ რომ მინდოდა გულსფელი ვისვენებ ეხა აქ რა აქ იმ ვატიკანის გამო რაღაცა როგორ ჩამოსული და ეხა რატო გავაკეთე ეს ყველაფერი რომ მინდა დაინახოთ რომ არ შეგიყვანონ შეცდომაში არც ამ სტილამაზებმა არც იმათმა პატივი ეცეთ კულტურას რა თქმა უნდა თქვენ უნდა პატივის აგერ მართლმადიდებლური ქუდი მახურია ზმაო ვატიკანის წინ რა ვიცი და მე მეტყვია პრორუსი ხარო ბიზნესტიო და რაღაც ისენი რავი ვის არ გაკეთებული ესეთი რამე და ვამხელ აქ ეხა ბევრი დაგოიმდებოდა აუ ეს რა მაგარია ზევით ახედე ეხა ისაა გამოსახული ეს არის კაი რა ერთი არწმენა ერთი ეკლესია ძნელია გადარჩენამდე მიმყვანი გზა და ძალიან ცოტა ადამიანები დადიან ამ გზით ამიტომ პატივი ეცით ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას პატივი ეცით ჩვენი ეკლესიის წინამძღვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და უნდა გავყვეთ მას მე არ ვამბობ რომ მე უნდა გამოვყვეს არა ჩვენ უნდა გავყვეთ ღმერთს ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენ წინამძღვარს და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად თქო ნამდვილი ქრისტიანულად და არა მზღაპრებით რომელიც რაღაც ჩემს უკან არის რავი მიყვარხარ ძალიან რომ ჩამოვალ გავაგზავნებ ჩემს საქმეს და დროებით